ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში თავიდანვე გაჩნდა კითხვა თუ ვის მხარეს დაიჯერდა საქართველოს ხელისუფლება. ამ დრომდე მხოლოდ საგარეო უწყების ერთი განცხადება არსებობდა, სადაც მაკა ბოჯორიშვილის უწყება საუბრობდა დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობაზე და ახლა უკვე მისი მოადგილის მისვლა ირანის საელჩოში და ირანისადმი სოლიდარობის გამოხატვა არის საბოლოო პოლიტიკური განაცხადი, ასე ხედავს ამ პროცესს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ამბობს, რომ ამ პოლიტიკური აქტის ადრესატი არა იმდენად ირანია, არამედ შეერთებული შტატები და დასავლეთი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით და ამ გზით ეუბნება, რომ მას საკუთარი პირობები აქვს და სხვისი არ აინტერესებს. შესაბამისად, ღირებულებითი თანხმედრა, რაზეც ქართული ოცნება ხშირად საუბრობს ხოლმე, რაც აქვს თითქოს შეერთებულ შტატებთან, თინა ხიდაშელის მტკიცებით ამ აქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის მხოლოდ ილუზია და რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის მან ქვეყანა მართოს მხოლოდ ისე, როგორც მას სურს საკუთარი პირობებით და ის არ ემორჩილება დასავლეთის მიერ წამოწეულ რეკომენდაციებს იმისთვის, რომ ურთიერთობები დაალაგოს. ირანისადმი სოლიდარობით თინა ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ასევე საკუთარ ამომრჩეველსაც და საკუთარ საზოგადოებასაც უთხრა, რომ მისი ინტერესი ურთიერთობის გადატვირთვა დასავლეთთან არ არის. კობახიძე და ქართული ოცნების გადაწყვეტილებები კიდევ ხმაურები ჯერ კიდევ შარშან ნათელი იყო, როდესაც ეს ბატონი ორჯერ ჩაბრძანდა და ჰამასის და ჰაზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა და სიამოვნებით ხელებს იფშვნოდა და სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას როცა იძახდნენ, მაგრამ ეს უკვე რაც თბილისში მოხდა, არის აბსოლუტურად ყოველგვარი რაღაცა დიპლომატიური ნორმების დარღვევა, ალიანსების დარღვევა, დამოკიდებულებების და განწყობების ერთმნიშვნელოვანი დემონსტრირება. რა თქმა უნდა, ეს არ იყო არც შემთხვევითი და არც შეცდომა. ზუსტად იცის, რას აკეთებს კობახიძე, მათ შორის რომ რაღაცნაირად უთხრას დასავლეთს, ბიძინამ უთხრას დასავლეთს, რომ აი როგორც უნდა ისე მოიქცევა. ეს არ არის სიგნალი ირანისთვის, საერთოდ არ აინტერესებთ ირანი ამ თვალსაზრისით, ეს არის პირდაპირ სიგნალი დასავლეთისთვის იმის შესახებ, თუ ვინ არის, სად არის ქართული ოცნება, ვის მხარეს დგას, ვის გვერდში დგას. არავის აღარ ეპრანჭება ბიძინა გარდა კრემლისა და კრემლთან ალიანსში მყოფი ლიდერების. ამიტომ არის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ მის წინააღმდეგ, მის მიმართ რეაგირება იყოს მკვეთრი და მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ბუნებრივია საინტერესო იყო ჩვენთვის ოცნების საპარლამენტო შემადგენლობის განმარტებები, მას შემდეგ რაც ირანის საელჩოში გამოცხადდა ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თუ რას ემსახურება ირანისადმი სოლიდარობა. ქართულ ოცნებაში გვეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ ადამიანური ჟესტია მსხვერპლთა მიმართ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ირანის საგარეო პოლიტიკის თანხმედრა დააფიქსირა, პოლიტიკისადმი თანხმედრა დააფიქსირა ქართულმა ოცნებამ და თუ კი მათ განცხადებებს დავაკვირდებით, ისინი ასე გვთავაზობენ ამ სურათს, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური დემარში არ გამოუცხადებია ქართულ ოცნებას ისრაელის მიმართ. თუმცა ირანისადმი სოლიდარობა არის მხოლოდ ადამიანური ჟესტი და არ არის პოლიტიკური განაცხადი, გვიმტკიცებენ ქართულ ოცნებაში და გვეუბნებიან, რომ ეს ასევე არ ეწინააღმდეგება დასავლეთთან ურთიერთობის პერსპექტივას, რომელსაც ისევ ხედავს ქართული ოცნება. სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა არ არის ეს. ეს არის გარკვეული პოზიციის გამოხატვა მსხვერპლის მიმართ. გარკვეული თემები არის, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ალბათ. თუნდაც მუსლიმები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ის ქართველები, რომლებიც ირანში ცხოვრობენ. ჩვენ ამითი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ გაუკეთებია პოლიტიკური დემარში ისრაელის მიმართ, რომელიც არის ჩვენი მოძმე ხალხი, ებრაელი ხალხი და სახელმწიფოსთან საკმაოდ კარგი, ახლო და საქმიანი და პოლიტიკური ურთიერთობები გაგვაჩნია. ფაქტსაც უნდა შევეგუოთ, რომ გარკვეულწილად შეიძლება ადამიანს ადამიანური დამოკიდებულება ჰქონდეს მსხვერპლის მიმართ, მაგალითად და ეს არ ნიშნავს არანაირ პოლიტიკურ თანხმედრას ირანული საგარეო პოლიტიკის მიმართ. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველოს აქვს ირანთანაც, თურქეთთანაც, ისრაელთანაც და ყველასთან დიპლომატიური ურთიერთობა გარდა მოგეხსენებათ რუსეთისა, სირიისა და კიდევ ერთის ნიკარაგუისა. ამიტომ ვისთანაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გვაქვს იმის უფლებაც, რომ მივიდეთ მათ საელჩოში, როცა დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთანაც გაქვს.
ირანთან დამოკიდებულება ქართულმა ოცნებამ ამ დრომდეც აჩვენა, როცა ირაკლი ყობახიძე ორჯერ იმყოფებოდა ირანში და მაშინაც ბუნებრივია ქართულმა ოცნებამ ქვეყნის შიგნით მიიღო კრიტიკა, თუმცა ამჯერად მან კრიტიკა მიიღო ასევე ისრაელის საელჩოს მხრიდან. დიპლომატიური მისია გუშინ მინისტრის მოადგილის მისვლას ირანის საელჩოში გამოეხმაურა საჯარო განცხადებით, ღიად დაგმო ეს ჟესტი და თქვა, რომ მინიმუმ მორალურად არასწორია ახლა ირანის მხარდაჭერა.